ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი, ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობის. დილამშვიდობის. რას გვეუბნება იმათ შორის ივანიშვილის ასეთი სწრაფი რეაქცია ტრამპის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას? სწრაფი რეაქცია გვეუბნება იმას, რომ არ მოეწონათ რაც მოისმინეს და გვეუბნება იმას, რომ წინააღმდეგობაშია იმასთან, რასაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თავისივე ხალხს პირდებოდნენ. რომ შეიცვლება ახლა ამერიკის ადმინისტრაცია, მოვა ტრამპი, რომელიც ჩვენ პოზიციებს გაიზიარებს, რომელიც იმავე რიტორიკით პოზიციონირებს, რომელსაც ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვაჟღერებდით და ამიტომ ჩვენი იდეები და პოლიტიკა თანხვედრაში იქნება და შესაბამისად მოლოდინებიც გაიზარდა არამხოლოდ თავიანთი ვთქვათ მხარდამჭერების მისამართით და არამხოლოდ იმ ველში, რომელსაც იმედი კვებავს, ყოველდღიურად, არამედ პირველ რიგში იმ ხალხის მიმართ, რაზეც დგას ეს კორუმპირებული ოლიგარქიული რეჟიმი, ანუ ეს ეგრეთ წოდებული ენეიბლერები, ვიზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომლებიც ასაზრდოებენ და ამყარებენ ამ რეჟიმს. ხო, ივანიშვილი განყენებული პირი არ არის. ივანიშვილი ქმნის საქართველოში პოლიტიკას, მაგრამ ივანიშვილი რაზეც დგას, იმ ხალხსაც რაღაც სიმყარე ჭირდება და იმათ მთელი ამ წინასაარჩევნო პერიოდშიც და შემდგომაც უკვე, როდესაც ეს ანტიდასავლური მკვეთრი რიტორიკა გამწვავდა და დასავლეთიდან შესაბამისი რეაქცია იყო, ამ ხალხს ატყუებდნენ, რომ აი ამერიკაში შეიცვლება ადმინისტრაცია და შეიცვლება ვითარება და ჩვენ მიმართაც დამოკიდებულება შეიცვლება ამერიკასთან გადატვირთვის პოლიტიკა წარიმართება და ჩვენ ისევ ძველ რეჟიმში დაუბრუნდებით ჩვენი ფულის ხაფვას და ხომახეზე გამოაცხადა რომ თავარი ამოცანა ჩვენი არის ამერიკასთან ეს არ დაუმალავს ნამდვილად სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა და გადატვირთვა ურთიერთობისო. გუშტელის მერე და დღევანდელის მერე რასაც ჩათრიშვილი ამბობს, მათ აშკარად ამაზე უარი თქვეს მთლიანად, ხო? ხო, იმიტომ რომ ამაში არ ვიცი რამდენად უარი თქვეს, შეიძლება კულუარებში აგრძელებენ კვლავ მცდელობას, რომ რაღაც ტიპის კომუნიკაცია დაამყარონ, მაგრამ ფაქტია, რომ აქამდე ამ კომუნიკაციის დამყარება მათ ვერ შეძლეს. მათ დიდი ალბათობით მოლოდინი ჰქონდათ, პირდაპირ კომუნიკაციის რა პერსპექტივა ჰქონდათ, ისედაც გაუგებარია, მაგრამ დიდი ალბათობით მოლოდინი ჰქონდათ, რომ მოსკოვის გავლით ეს ურთიერთობები რაღაცნაირად კომუნიკაცია შედგებოდა, მოდი ვთქვათ ასე, და იქ აი ეს რაღაც გადატვირთვის ახალი ეტაპი დაიწყებოდა. უგრეთის იმედი ქონოდა თან, თუნდაც რაღაცით ტრამპის ადმინისტრაციაში არის ექსკლუზიური ხალხი, რომელთა ყურადღების მიქცევის იმედი ქონდა. თუმცა, როგორც ჩანს, იქ ძალიან ჩამოყალიბებული აზრი არის, რას წარმოადგენს ეს ხალხი. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა კავშირები აქვს ივანიშვილს რუსეთთან. იმიტომ რომ ამაზე აი პრაქტიკულად არც კი დაძრულა ეს საკითხი საერთოდ. ვერ შეძლეს საემყინულის გავღობა. რაც არ უნდა აქონ ტრამპი გამოვიდა რომ საბოლოოდ იმათ ზუსტად იციან ვინ არიან ესენი. კი, ტრამპის მიმართ რაღაცნაირი რბილი რიტორიკა ჰქონდათ შერჩეული, ან მაგრამ რაღაც რბილიც აღარ ყოფილა, კი, მაგრამ რაღაც გამოსავალს იტოვებდნენ, რომ აი თუ ის deep state-ს ვერ დაამარცხებს, მაშინ ალბათ მოკლედ რაღაცნაირად აი იტოვებდნენ სივრცეს იმისთვის, რომ იმისთვის რაც ბოლო პერიოდში იკვეთებოდა, რომ თქვათ იანვარი თუ ჰქონდათ რაღაც თარიღად აღებული, რომ აი ახლა ყველაფერი კარგად იქნება, გავიდა ბევრი იანვარი და ამასობაში მაინც არაფერი არ მოხდა ტრამპის მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ შედგა, უფრო მეტიც შედგა რაღაცა ელჩის დონეზე კომუნიკაცია, რომელიც მეორე დღეს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით გაგრძელდა, ანუ ესე რაღაც გზავნილები, რომელიც საერთოდ არ იყო იმასთან თანხვედრაში, რასაც ივანიშვილი ამდენი ხანი თავისივე ხალხს პირდებოდა. ამას მოწმობს სწრაფი რეაქცია, ამას მოწმობს სწრაფი რაღაცაირად გაბათილება იმ განცხადების, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, მაგრამ თავისთავად ეს განცხადება არის ბევრის მთქმელი. განურჩევლად იმისგან, რა ტიპის პოლიტიკას აწარმოებს ტრამპი უკრაინასთან მიმართებით, ვთქვათ, ევროკავშირთან მიმართებით, რომელიც ჩვენ შესაძლოა სხვანაირად წარმოგვედგინა და ვისურვებთ, რომ სხვანაირად ყოფილიყო, იკვეთება, რომ მათი ახალი ადმინისტრაციის და ვაშინგტონის პოლიტიკა რეგიონთან მიმართებით არსებითად შეცვლილი არ არის. გულისხმობ იმას, რომ რეგიონთან მიმართებით მათი სტრატეგიული ამოცანები ძალაში რჩება, მათი სტრატეგიული ინტერესები ძალაში რჩება, რაც მთავარია, ძალაში რჩება მათი ანტაგონისტური დამოკიდებულება ჩინური ინტერესების გაძლიერების მიმართ რეგიონში და ეს რაღაცა დასავლეთის აღმოსავლეთით ჩანაცვლების მცდელობა, ანუ ეს ფასდება ცალსახად უარყოფითად, ამავდროულად იკვეთება, რომ დერეფნის უსაფრთხოების მიმართ გამოკვეთილი ინტერესი აქვს ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციას, ამიტომ აშკარაა, რომ არათუ კომუნიკაცია არ შედგა, არამედ რომ შედგეს, ისინი სათავისოდ სასიკეთოდ ვერაფერს ვერ მოისმენენ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, როგორც არის რუსეთი და ჩინეთი, რომელსაც დერეფანი უნდა რომ კონტროლ
კონტროლდებოდეს არადემოკრატიული ძალების მიერ, იმიტომ რომ ეს არის მათი ურთიერთობის ფორმა. ამერიკის შეერთებული შტატები ფუნდამენტურად დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ხელისუფლება ჭირდება, რომელთანაც ის დიალოგში შევა. შესაძლოა სხვა ტიპის კომუნიკაცია აწარმოოს წინამორბედისგან განსხვავებით, მაგრამ ფუნდამენტურად დემოკრატიული მართველი ჭირდება აქ, რომელთანაც ის თუნდაც თავისი სტრატეგიული ინტერესების საკითხებზე ისაუბრებს. მოდი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ერთია როგორ იქნება საერთაშორისო რეაქციები, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ბედს ვყვეთ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ვერანაირი სანქციები, ვერანაირი ტიპის საერთაშორისო ზეწოლა ივანიშვილს ვერ აიძულებს რომ დათმოს ის მექანიზმები, რაც მას აქვს დღეს. ხელთ ამას აიძულებს მხოლოდ ქართველი ხალხი. ხალხმრავალი, ხანგრძლივი და მწვავე პროტესტის გზით. ეს არის არაფერი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო. ჩვენ ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ, რომ შეგვექმნა ხალხმრავალი, ხანგრძლივი და მწვავე პროტესტი ერთად. ცალ-ცალკე კომპონენტები პროტესტა უკმაყოფილებია, მათ შორის დღესაც აკმაყოფილებს, რომ ხანგრძლივია, მაგრამ ეს ერთად არასდროს არ გამოვიდა. რა უნდა გაკეთდეს იმის, რომ ეს გამოვიდეს ერთად? რას ვაკლებთ, როგორც მედია, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ოპოზიციური სპექტრი ამას? ის რომ ხანგრძლივად და ხანგრძლივად და მასშტაბურად ან იმ მასშტაბში მუდმივად ვერ გრძელდება პროტესტი, ამას ობიექტური საფუძველი აქვს და ამის რეალური მიზეზი არის ის, რომ ძალთა ბალანსი არის ძალიან დისპროპორციული. ერთ მხარეს არის დემოკრატიული ძალა, რომელსაც მხოლოდ დემოკრატიული მეთოდებით შეუძლია რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლოს, მეორე მხარეს არის კარგად ორგანიზებული, ფინანსურად გამაგრებული, რუსული სპეცსამსახურების მიერ დამატებით გამაგრებული, როგორც ფინანსურად, ისე ლოჯისტიკურად, ისე თავისი პროპაგანდისტული მანქანით, ამავდროულად მთელი სახელმწიფო აპარატი, მთელი თავისი სამართალდამცავი თუ სასამართლო სტრუქტურებით, რომელსაც აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება და რომელსაც შეუძლია ზეწოლა განახორციელოს ნებისმიერი ფორმით და დოზით და შეუბოჭავად ამ დემოკრატიული ძალის მიმართ. იმიტომ რომ ეს ძალა არის დისპროპორციული, პრობლემურია ამ ხანგრძლივობის და ეფექტურობის შენარჩუნება. კიდევ უფრო აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გასაკვირია, რომ მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მაინც რაღაც ახალ პროტესტის ჯერ კიდევ იმ ზეწოლის პირობებში შენარჩუნება, რომელიც რაღაც არნახულ მასშტაბებს აღწევს და რაც ახლა ვთქვათ, მიდის აი ამ ძალთა გადანაწილების საკითხში არის დროის მოგება, ხო? ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს და რაც შეიძლება მეტი ზეწოლა განახორციელოს ამ დემოკრატიულ მოძრაობაზე, იმისთვის, რომ მან თავისი სასურველი პირობები გამოივაჭროს დასავლეთთან, ამავდროულად ეს დემოკრატიული მოძრაობა ცდილობს, რომ რაღაცნაირად გადაურჩეს ამ პერიოდში იმ ზეწოლას, ვიდრე ვთქვათ დასავლეთიდან მეტი დახმარება იქნება. მაგრამ რაც საკვირველია, დასავლეთის დახმარების მიღმა ყველაფერი საბოლოო ჯამში ყველაფერი გადის შიდა რესურსებზე, ისიც რომ დასავლეთიდან დახმარება გაძლიერდეს, არ მოდუნდეს, ყურადღება არ მიიძინოს და ვთქვათ საქართველოს რაღაც უფრო ნაკლებ პრიორიტეტების უჯრაში არ გადაინაცვლოს, ეს უნდა გააკეთოს შიდა რესურსმა. შიდა რესურსის პრობლემა არის ერთი, რა ვიცი, ცოდვა გამხელილი ჯობსო ტრადიციული პრობლემა ის, რომ სუსი მუშაობს და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კომპრომიტირება ხდება პერიოდულად, რეგულარულად და საკმაოდ ეფექტურად სამწუხაროდ და მეორე, იმიტომ რომ აი ამ რაღაც ხანგრძლივი დისკრედიტაციის თუ ოპოზიციით манипуლირების პროცესში ძალიან დასუსტებულია ოპოზიციური მოთამაშეები როგორც ასეთი და მათ ფუნდამენტურად უჭირთ რაღაცნაირად საერთო ენის გამონახვა. ეს არის პრინციპულად პრობლემური. ასევე გამოიკვეთა აი ამ რაღაც 31 მარტის ღონისძიებაზეც რაღაცნაირად გამოიკვეთა განსხვავებული პოზიციები დემოკრატიულ ფორმებთან მიმართებითაც, ანუ რაღაცნაირად როგორც ჩანს დემოკრატია ყველას თანაბრად არ ესმის, მათ შორის ოპოზიციურ სპექტრში, ხო? ამიტომ ყველა ადამიანი თანასწორია, ზოგი უფრო თანასწორია, როგორც აღმოჩნდა ზოგისთვის. ანუ ეს ნიშნავს და ხო, ანუ ესე იგი რაღაც დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები ბოლომდე რაღაცნაირად ვერ გაუგია მათ შორის სამოქალაქო სექტორს, რომელიც აი ამ დემოკრატიული მოძრაობის ავანგარდში უნდა იყოს. ამიტომ ამ ის რომ გაერთიანება ვერ დგება, ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რომელიც რაღაცნაირად უნდა გადაილახოს და საბოლოო ჯამში ეს უნდა გავიდეს
ისევ სახალხო მოძრაობაზე არავინ თავს არ ვიტყუებთ, ჩვენი პოლიტიკოსების მიმართ განსაკუთრებული ნდობა არ აქვს. ყველას პატივისცემის მიუხედავად, საზოგადოებას მათ მიმართ ნდობა არ აქვს, ამას მოწმობს ყველა არჩევნები, რომელიც ტარდება, დამოუკიდებლად გაყალბებისგან და ამას მოწმობს საზოგადოებრივი განწყობები. მოწმობს ის, რომ არჩევნები ყალბდება, ადამიანებს ეს ესმით, მაგრამ არ ყოფნით мотиваცია მათ შორის, რომ წმინდათ არჩევნების შემდგომ მომყოლ პროტესტში მიიღონ მონაწილეობა. ადამიანები ზადარიანი იდგნენ ქუჩაში იდეების გამო, იდეალების გამო, საგარეო პოლიტიკის გამო, მაგრამ პოლიტიკოსების დაცვისთვის ქუჩაში არ დგებიან. აი, პოლიტიკოსებს არ მიიჩნევენ საკუთარი და იმიტომ რომ აძლევენ ხმას, მაგრამ ეს არ არის არჩევანი დიდი мотивაციით რა. ეს არის არჩევანი პოლიტიკური ორგანიზაციის ან რაღაც ერთეულის მიმართ, ეს არის უბრალოდ საპროტესტო შორის არჩევანი. ეს არ არის არჩევანი მომავლის, რწმენის, იდეალების, იმედის, რაღაც სხვა და ეს ძალიან თავს იჩენს და პოლიტიკას ძალიან ჭირდება ეს ამის დაბრუნება, თუმცა ფაქტია რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ. ხო 31 მარტზე რო საუბრობდით, ჩვენ კი იმიტომ რომ ცუდი გამოცდილება გვაქვს ამ ხრივ ძალიან უფრთხის ძალიან ბევრი ჩვენ საზოგადოებაში ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებს, ხო, რომლებიც მოახერხებენ მასების საზვირთებას, რომლებიც მოახერხებენ რაღაცა გზავნილის გულებამდე მიტანას და ემოციების გამოგვიძებას და იმიტომ რომ მე რო ხედავს რომ აი შეიძლება ცუდ რაღაცაში გარდაიქმნას, მაგრამ ამავდროულად ჩანს რომ დიდი ცვლილებები არ გამოდის ამის გარეშე. ეროვნული მოძრაობები, რაც ახლა ჩვენ გვჭირდება და რაშიც ვართ, გვაქვს ეროვნული მოძრაობა, ხო? არ გამოდის, მას ჭირდება მიმართვა აუცილებლად. და 31 მარტის ისტორიული მაგალითი ამას გვეუბნება სწორედ. და ამის გათვალისწინება დღეს აუცილებელი არის. მინდა ვიკითხო აუცილებლად ამ რაღაცა დარაზმულობების გარშემო, რაც აი სალომონ ზურაბიშვილის გარშემო მოხდება, ვიღაცა იღებს მონაწილეობას, ვიღაცა არ იღებს მონაწილეობას. მოლოდინების მართვა როგორ უნდა შევძლოთ ამ კუთხით? საგარეო მიმართულებით კოორდინაცია ფაქტია რომ უფრო შესაძლებელია, მაგრამ ქვეყნის შიგნით მისი როლი როგორც უპირატეს თანასწორთა შორის ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოიკვეთა და ვერც მიიღო, ვერც შეისხა ხორცი რას უნდა ნიშნავს. ხო, ცხადია, თავებს ვერ მოვიტყუებთ, რთული მოცემულობა არის. ამ ეტაპისთვის მე ვიტყოდი, რომ პრიორიტეტულ საკითხს მაინც წარმოადგენს, რომ საგარეო კოორდინაცია მაინც იყოს, ძალიან დაბალი სტანდარტიდან ამოვდივარ, მაგრამ იმის გამო, რომ აი ეს ძალთა ბალანსი, რომელზეც მე ვსაუბრობდი, დემოკრატიული მოძრაობის სასარგებლოდ გადაიხაროს, ამისთვის მნიშვნელოვანია დასავლეთიდან ზეწოლა და ეს ნიშნავს იმას, რომ კოორდინირებული გზავნილები დასავლეთთან მაინც თუ მიღწევადია, მაშინ შესაძლოა ამან მაინც რაღაც დრო მოგვაგებინოს საზოგადოებას. ამავდროულად მე შინაგანად ვეწინააღმდეგები ყველაფერ ახალ სამ ეტაპზე. გულისხმობ იმას, რომ ჩვენ საქართველოში მრავალი წელია არ გვაქვს ახალი პოლიტიკური ორგანიზაციების დეფიციტი. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაციების დეფიციტი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დემოკრატიული ერთეულების დეფიციტი, რომლებიც შეძლებდნენ, რომ რაღაც კრიტიკული მასა მოიზიდონ და აი ამ რესურსზე კაპიტალიზდნენ. ამის პრობლემა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს პარტიების ნაკლებობა. იმდენი პარტიაა, რომ ამორჩეველი არ არის მაგდენი. ამიტომ ამ ეტაპისთვის, როდესაც ჩემი აზრით ერთიანობის დემონსტრაცია არის მთავარი ამოცანა, მე პირადად სუბიექტურად არ მივესალმები არანაირ დამოუკიდებელ ცალკეულ კიდე რაღაც პლატფორმებს, რომელიც უფრო განხეთქილებისკენ არის მიმართული, ვიდრე ერთიანობისკენ. საბოლოო ჯამში, რაც იქნება, უნდა ჩამოყალიბდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა ერთიანი task force-ი, არ ვიცი ქართულად როგორ თქვა, რომელიც რაღაც დააორგანიზებს კოორდინირებულად ცალკეულ ჯგუფებს, რომლებსაც ექნებათ ფუნქციური ამოცანები. მე ხშირად ვიხსენებ 2008 წელს როგორ იყო, როცა შეიქმნა რაღაც კრიზისის მართვის უწყებათა შორისი ჯგუფი, სადაც ძალიან კონკრეტული ამოცანები ქონდა ცალკეულ ჯგუფებს, ვინ იყო საგარეო კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი, ვინ იყო საშინაო კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი, ვინ აკეთებდა ვთქვათ რაღაცა ცალკეულ ადგილობრივ კრიზისის მართვებს, ცალკე რაღაც დონორთა კონფერენციის ორგანიზება იქნება თუ რა. აი ამ ტიპის რაღაც კრიზისის მართვის ერთეული უნდა შეიქმნას, ვის ქვეშ შეიქმნება საბოლოო ჯამში აღარ არის არსებითი, მაგრამ მას უნდა ქონდეს რაღაც ტიპის ერთიანი ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ერთთან იყოს სამი კაცი გაერთიანებული და მეორეგან 10 კაცი გაერთიანებული. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნამდვილად, უნდა დავასრულოთ, ნინო, უღმეს მადლობა, ნინო კალანდაძე, ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორი იყო. ჩვენ